გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალამდია. მეგობრებო, მიუხედავად ჩემი მათუსალას ასაკისა, მაინც გულუბრყვილო ადამიანად რჩები. როდესაც მე-20 საუკუნე დასრულდა და შესაბამისად 21-ე დაიწყო, მე ამიტურად მეგონა რომ იმ საუკუნეში საკმაოდ სისხლიანსა და განუკითხავში დარჩებოდა ყველა ომი და უბედურება და ჩვენ გადარჩენილები მესამე 1000 წლებში განწმენდილები და გასხივოსნებულები შევიდოდით. გვეყარებოდა ერთმანეთი, გამოვიგონებდით სიცოცხლის ელიქსირს და ასე იქნებოდა აწ და მარადის. შევწდი. ეს შესავალი იყო. ახლა კი კვლავ უკრაინის ნაღვლიანი ამბების შესახებ. ხომ გახსოვთ? დავით არახამიამ, უკრაინის რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ხელმძღვანელმა რომ განაცხადა ბორის ჯონსონმა დაგვიბარა, არ მოაწეროთ მშვიდობას ხელი. მიდით იომეთ და ჩვენ თქვენ გვერდით ვიდგებით. მოგაწვდით ყველაფერს, რაც დაგჭირდებათო. გახსოვთ რასაკურველია. მერე უკვე, როდესაც არახამიამ ეს ამბავი კაცობრიობას ამცნო, ბორის ჯონსონმა იუარა არაფერი ასეთი მithქვამს უკრაინელებისთვისო. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ომის გაჩერება არ გაჩერება თქვენი პირადი საქმეაო. დავით არახამია საკმაოდ სკოლსკი ტიპია, მეგობრებო, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც მგონია, რომ ის არ იტყუება და ბორის ჯონსონი კი სწორედ რომ ცრუობს. ეს დასკვნა იქიდან გამოვიტანე, ომის გაჩერება არ გაჩერება მხოლოდ უკრაინელების საქმე თუ იყო, მაშინ იმ კრიტიკულ დღეებში რა უნდოდა ბორის ჯონსონს უკრაინელებთან, რისთვის შეხვდა, იმისთვის რომ უკრაინელებისთვის ეთქვა ეს თქვენი პირადი საქმეაო და რომ არ შეხვედრილიყო უკრაინელები ვერ მიხვდებოდნენ რომ იმ ძმათამკვლელი ომის დასრულება თუ გაგრძელება მათი პირადი საქმეა. მოკლედ ბორისის თავის მართლება არ იყო დამაჯერებელი. ვიცი რა დიდი ბრიტანეთის ეგრეთ წოდებული ჰუმანურობის ამბავის სხვა ქვეყნების მიმართ, ამიტომაც მჯერა რომ ჯონსონი ცრუობს, ის ნამდვილად შეხვდებოდა უკრაინელებს და ომის გაგრძელებაზე წააქეზებდა. ალბათ ეთყოდა ჩვენ დაგეხმარებით. არ მიგატოვებთ, ცულს მოგიტანთ ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა და რუსეთის თავს ძირში მოგაჭრევინებთო. რატომ გონია რომ ასე იყო? იმიტომ რომ დავით არახამია კი არის გაურკვეველი ბიოგრაფიის ადამიანი, მაგრამ არ მგონია ორი თავი ჰქონდეს და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერისთვის უსაფუძვლოდ წაეყენებინა ბრალი. მას მგონია მე. საინტერესოა, ბორის ჯონსონს ის დაღუპული ადამიანები არ ესიზმრება, რომლებიც ფაქტობრივად მისი ხელშეწყობით დაიღუპნენ, როდესაც მან ურჩია უკრაინელებს არ გაჩერდეთო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ კიდიათ იმ ევროპელებს სხვა ქვეყნის ადამიანების სიცოცხლე. ეჭვმაგთა თავისიანების კიდიათ, მთავარია მათი ვიწრო წრე იყოს უსაფრთხო და მაძღრად. მეგობრებო, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტი ილუზია მემსხვრევა. უკვე არაერთხელ მოგახსენეთ, რომ მითი დასავლეთის სამართლიანობისა და კეთილშობილობის შესახებ ზღაპარი აღმოჩნდა და რეალობასთან საერთო არ ჰქონია. საბჭოეთის დროს, როდესაც დასავლეთისადმი წოდომა მხოლოდ ამერიკის ხმის, რადიო თავისუფლებისა და საკუთარი სიზმრების მეშვეობით ჰქონდა, მაშინ გვეგონა რომ დასავლეთი არის 64 დედამიწაზე. სხვების არ ვიცი და მე ასე მეგონა. როდესაც ჩვენი თითზე ჩამოსახლელი მოქალაქე დასავლეთში მიდიოდა, ის იქ ცოტა ხნით, სტუმრის სტატუსით მოხდებოდა ხოლმე და რასაკვირველია დასავლეთს წინა შესასვლელიდან, ვიტრინიდან ხედავდა და ის კი რაც იქ კულუარებში ხდებოდა, ამას ალბათ ვერც წარმოიდგენდა. მე როდესაც პირველად 15 წლის ასაკში მოვხდი პოლონეთში და იქ ღია ბაზრობაზე დახლებს, ჯინსების აურაცხელი რაოდენობა ვიხილე, მეგონა რომ აი ესაა სრული ბედნიერება. დიახ, და გაზეთების კიოსკში კი იყიდებოდა საღეჭი რეზინი. ხომ წარმოგიდგენიათ რა მიამიტი ვიყავი მაშინაც. ვინმეს რომ მეთქვა რომ დასავლეთს თავისი ოფოფები აქვს, არ დაუჯერებდი. როგორ თუ ოფოფები უპასუხებდი, აგერ
ჯინსებს მიაქვთ იქაურობა და განა ჯინსები არა თავისუფლებისა და ბედნიერების სიმბოლო. მაგრამ თურმე რამე თუ არა ჯინსებით ცხონდების კაცი. მეგობრებო, მე რამდენად ვწუნდები, რომ ეს ევროპელი თავკაცები ჩვენ თანასწორ ადამიანებად არ გვთვლიან. გვთვლიან ველურებად, ყმებად, მონებად. ამაში ისევ დავრწმუნდი, როდესაც გავიგე, რომ ევროკავშირმა გავჭრილობის კანონის მიღებაზე დაიწყო მუშაობა. იმ კანონზე, რომლის გამო ჩვენ 2 წელია ყოფას გვტირობენ. როდესაც ვეუბნებით, რომ აი ამა და ამ ქვეყანაში თვით ამერიკაშიცაა იგივე კანონი და ჩვენთან რატომ არა? გვპასუხობენ იმიტომ ამერიკა, ახლა უკვე ევროპა და თქვენ კი თქვენს გამოქვაბულებში დაკმაყოფილდით კედლებზე ნახატების ჩხაპნით და ნუ ედრებით ცივილიზებულ ქვეყნებსო. და მე ჩამოვა ვინმე ბორის ჯონსონისებური და გვეტყვის ახლა აიღეთ იარაღი და მიდით, იბრძოლეთ და მოკვდით, იმიტომ რომ ასე გადაწყდა სადღაც მაღალ ევროპულ ეშელონებში. და სწორია, კითხვა არ დასვათ რატომ? არ გამიკვირდება, რომ ადრე თუ გვიან ევროპა ოჯახის სიწმინდის დაცვის კანონსაც მიიღებს. აგერ ნახავთ, ასე თუ არ მოხდება და თუ არ მიიღებენ, მაშინ სულ გადაჯიშდებიან, ანუ გაკონჩიტდებიან. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.